მე-18 საუკუნის დასაწყისი. საქართველო დაშლილი და განადგურებულია. ქვეყანას ლეკები, სპარსელები და თურქები აოხრებენ. ხალხი ციხესიმაღლეების გარეთ ვეღარ გადის. 100 წელზე მეტია აქ უბედურების გარდა აღარაფერი ხდება. ქართლსა და კახეთს ხან თურქები მართავენ, ხან სპარსელები. ხანაც გამუსულმანებული ქართველები. მოლები ძალით ამახმადიანებენ ხალხს. ადამიანების გატაცება, ძარცვა, უზარმაზარი გადასახადებით წელში გაწყვეტილი ქართველობა. აი იმდროინდელი აღმოსავლეთ საქართველო. და აი 1720 წლის 7 ნოემბერს ქალაქ თელავში სამეფო სასახლეში უფლისწული დაიბადა, რომელსაც ბედმა საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული როლი არგუნა. ერეკლე მეორის ცხოვრება მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. იგი 15 წლის იყო, როდესაც პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო. ის შემდეგაც 60 წლის განმავლობაში ბრძოლის ველიდან აღარ გამოსულა. ზუსტად არავინ იცის ერეკლეს რამდენი ბრძოლა აქვს გადახდილი. ის ომში იყო, მაგრამ მაინც აშენებდა ქალაქებს, აარსებდა სკოლებს, გამოსცემდა წიგნებს, ატარებდა ეკონომიკურ რეფორმებს, შექმნა რეგულარული არმია. ერეკლე მეორე საქართველოს უკანასკნელი დიდი მეფეა, რომელმაც განადგურებული ქვეყანა ხელახლა დააყენა ფეხზე. მან ქართლ-კახეთის სამეფო ამიერკავკასიაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ აქცია. ერეკლე მეორე. ერეკლესათვის მთელი ცხოვრება დაბადების პირველი დღიდან რთული გამოცდა აღმოჩნდა. მამამისი თეიმურაზი თურქებთან შეურიგებელი ბრძოლის გამო იძულებული გახდა ოჯახით ფშავში გახიზნულიყო. პატარა უფლისწული მაშინ მხოლოდ 5 წლის იყო. ხუთმეტი წლისამ კი პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო. ის თავისი 200 კაციანი რაზმით ალავერტში ლეკების მარბიელ რაზმს დაესხა თავს. პირველი შევარდა მტრის რაზმში, დაამარცხა და ტყვეები გაათავისუფლა. ასე გამოვიდა ერეკლე პირველად სახელმწიფოებრივ და სამხედრო ასპარეზზე. ამ დღიდან პატარა კახს სიცოცხლის ბოლომდე ხმალი ქარქაში არ ჩაუგია. მისთვის არ არსებობდა ავდარი, თოვლი და სიცხე. სამნად ნაბადი ეხურა. ბალიშად ცხენის უნაგი დიედა. მისთვის უცხო იყო განსხვრომა და ფუფუნებით ცხოვრება. ერეკლე თავისი მეომრებისათვის მაგალითის მიმცემი და საყვარელი მეთაური გახდა. განადგურებული კახეთისათვის იგი მხსნელად იქცა. და ამ დროს აღმოსავლეთში დიდი ცვლილებები იწყება. 1736 წელს დასუსტებული ირანის სათავეში ნადირ შაჰი მოვიდა, რომელმაც წერტილი დაუსვა ანარქიას. ისევ გააერთიანა ქვეყანა და რეგიონში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს ოსმალეთს ისევ შეუტია. კახეთმა, რომელიც თურქებს ჰქონდა დაპყრობილი, ირანის მხარე დაეჭირა. მეფე თეიმურაზი და პრინცი ერეკლე ნადირ შაჰის ბანაკის წევრები გახდნენ. სულ ცოტა ხანში ქართლიდან და კახეთიდან თურქები მთლიანად გააძევეს. სპარსელების დახმარებით დაიწყეს ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლა. დაამარცხეს პროთურქული ქართველი დიდებულები. (1745 წელს ნადირ შაჰმა ქართლში მეფედ თეიმურაზი დანიშნა, ხოლო კახეთში 24 წლის ერეკლე. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ორი სამეფო ფაქტობრივად გაერთიანდა. უკვე 100 წელზე მეტი იყო, რაც თბილისში, ქართლის დედაქალაქში, ქრისტიანი მეფე არ ენახათ. მცხეთაში მეფედ კურთხევის რიტუალი და თბილისში თეიმურაზის შესვლა ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ქალაქის ქუჩები მოფენილი იყო ყვავილებითა და ხალიჩებით. ზარბაზნების ქუხილისაგან იქავრობა ზანზარებდა. მთელი თბილისი გაჩირაღდნებული და განათებული იყო. სახლებში თათრის შიში აღარ იყო. ტყვეობის აღარ გვეშინოდა.
ვექილები და ვაზირები, რომ ქართველ მეფეს მსახურობდნენ და თავს უკრავდნენ, ძალიან გვიკვირდა. აი ერთ-ერთი თბილისელის მოგონება თეიმურაზის გამეფებაზე. 1747 წელი. ნადირ შაჰი, როგორც აღმოსავლური ტირანიის წესია, მისმა ერთ-ერთმა საუკეთესო სარდალმა მაჰმად ხან ყაჯარმა მოკლა. გაიტაცა სამეფო განძი, მათ შორის გვირგვინი, სკიპტრა და ირანში ისევ არეულობა დაიწყო, რამაც თეიმურაზს და ერეკლეს ხელები გაუხსნა სრული დამოუკიდებლობისაკენ. იმავე წელს ერეკლემ ყიზილბაშები გაყარა თბილისიდან. ნარიყალაში, მეტეხისა და თაბორის ციხეში, სადაც 150 წელზე მეტი ხან ირანის, ხანაც ოსმალოთა სამხედრო ნაწილები იდგნენ, საიდანაც მიერეკებოდნენ ქართულ ტყვეებს გასაყიდად, იქ, საიდანაც ქართულ სოფლებს აუხრებდნენ, ისევ ქართული გარნიზონი ჩადგა. აღმოსავლეთ საქართველომ თითქმის 200 წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დღიდან ქართლ-კახეთის სამეფო რეგიონში პირველობისათვის იწყებს ბრძოლას. დახმარებისათვის ქართველებს პირველად ერევნის სახანო მიმართა. ერევნელები დაცვას ასტარაბადის მმართველის მაჰმად ხან ყაჯარისაგან ითხოვდნენ. ეს ის მაჰმად ხანი იყო, ვინც ნადირ შაჰი მოკლა და ახლა ირანის შაჰის ტახტისათვის იბრძოდა. თეიმურაზისა და ერეკლესათვის ქართლ-კახეთის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 1759 წელი. მამაშვილმა მაჰმად ხან ყაჯარი სასტიკად დაამარცხეს. აიღეს ხარგვირაბის ციხე, სადაც მისი ოჯახი იყო შეხიზნული. ყვეთა შორის იყო მაჰმად ხანის 7 წლის შვილი აღა მოჰამადი, რომელიც ერეკლეს დაუძინებელი მტერი გახდება. ისინი 1795 წელს თბილისთან შეხვდებიან ერთმანეთს. ახლა კი ქართველებმა უამრავ სიმდიდრესთან ერთად ირანის სამეფო გვირგვინი, სკიპტრა და ხმალი როგორც ნადავლი ისე წაიღეს. ერეკლე და თეიმურაზი საქართველოში დაბრუნებული არ იყვნენ, რომ ახლა განჯის ხანი ეახლა თხოვნით. განჯელები ყარაბახის მმართველისაგან, ფანახანისაგან ითხოვდნენ დაცვას. მეფეებს ქართლ-კახელების, თუშფშავ ხევსურების და იმერლების გარდა მოკავშირედ ჩერქეზები, ოსები და ლეკები ახლდნენ. ფანახანი მაღლობზე გამაგრდა და იქ ელოდებოდა ქართველების გამოჩენას. ერეკლემ მთავარი ძალა მინდორში დატოვა და რჩეული ნაწილებით მოწინააღმდეგეს მიუახლოვდა. ბევრი ყოფილა ეს ძაღლები. ვინ არის ერთგული ჩემი და აქვს გული მამაცობისა? ჟამი ეს არის. მომყევი. ბრძოლის მერი საბოლოოდ თეიმურაზის სარდლობით სათადარიგო ჯარის დაძრომ გადაწყვიტა. გამარჯვებულმა ქართველმა ჯარმა მდინარე არეზამდე მიაღწია. ამის შემდეგ ნახჭევანის ხანმა მოციქული გამოგზავნა და ქართლ-კახეთის მფარველობა ითხოვა. ლაშქრობიდან დაბრუნებამ საზეიმო პროცესიის ხასიათი მიიღო.
გზაზე მეფეებს ხანები ისწრებოდნენ დიდი ზღვენით, როგორც ადრე ირანის შაჰებს. თვით ანტონ კათალიკოსი აზერბაიჯანის საზღვარზე შეეგება ჯარს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იქ გადაიხადეს. მოქალაქენი და სამღვდელოება თბილისის კარიბჭესთან შეეგება ჯარს. გაჩერაღდებულ თბილისში 23 დღე გაგრძელდა ნადიმი. რის შემდეგაც პირიქით ელიოსები და ჩერქეზები დიდი ზღვენით წავიდნენ საქართველოდან. ქართლ-კახეთის საზღვრები ღრმად შეიჭრა სამხრეთისაკენ, ხოლო პოლიტიკურმა გავლენამ მდინარე არეზამდე მიაღწია. ერევნის, განჯისა და ყარაბაღის სახანოები ქართლ-კახეთის მოხარკე ქვეყნები გახდა. შეშინდა ყოველი ქვეყანა და მონობდნენ მეფესა ქართლისასა თეიმურაზს და ძესამისსა მეფესა კახეთისასა ერეკლეს. განადგურებული აღმოსავლეთ საქართველო ფერფლიდან აღსდგა. გამახმადიანებულმა ქართველმა დიდებულებმა ისევ საკუთარ რჯულზე დაიწყეს დაფუძნა. საქართველო თითქოს უწინდელ დიდებას იბრუნებდა. ამაშვილმა ქვეყნის აღშენებლობას მიყვეს ხელი. ხალხი დამშვიდდა. ერეკლემ თელავში დაიდობინა. ქალაქი ძლიერდებოდა და იზრდებოდა. თელავი 4 ციხესიმაგრისაგან შედგებოდა. აქედან უმთავრესი ბატონის ციხე იყო. აქ იყო სამეფო სასახლე. ეკლესიები. აბანო. საიდუმლო გვირაბი. სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები, სადაც მომსახურე პერსონალი ცხოვრობდა. მოგვიანებით ბატონის სასახლის ტერიტორიაზე გაიხსნა ფილოსოფიური სემინარია. სასახლის 2 კარიბჭე ჰქონდა. დასავლეთ კარიბჭესთან ბაზარი იყო, სადაც დუქნები და სავაჭრო რიგები იყო ჩამსგრევებული. აქ იყიდებოდა ღვინო, ხორცი, პური, სხვადასხვა საკვები, იარაღი, დასაცმელი. გალავნის სამხრეთით საასპარეზო მოედანი იყო, სადაც სხვადასხვა შეჯიბრებები იმართებოდა. აღმოსავლეთის კარიბჭესთან დიდი საზარბაზნე ბურჯი ააშენებინა ერეკლემ. ბატონის სასახლიდან აღმოსავლეთით დასავლეთ გორაზე ყორში ბაშიშვილების. ქალაქის უკიდურეს დასავლეთით ძველი გალავნის უბანი იყო განთავსებული. 4-ვე ციხესიმაგრე ქმნიდა ქალაქს, რომელიც საიმედოდ იცავდა ირგვლივ არსებულ დანარჩენ დასახლებებს. უბრალო მოქალაქეთა სახლები ძირითადად ერთსართულიანი ქვის ან ხისგან იყო ნაგები. უბნები დაფარული იყო ხეხილის ბაღებით. გზაჯვარედინებზე დამატებით საგუშაგო კოშკები იცავდა მოქალაქეებს. თელაველების 2/3 ხელოსანი იყო. ისინი ამუშავებდნენ ტყავს, მისდევდნენ სამღებრო საქმიანობას, ჭერდნენ საბრძოლო იარაღს. ერეკლე მეორის დროს ამ ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 4000 ადამიანს შეადგენდა. თეიმურაზი და ერეკლე 1752 წლიდან 1755 წლამდე გარდამავალი უპირატესობით იბრძოდნენ კავკასიაში საბოლოო გამარჯვებისათვის. ნუხის ხანის ჰაჯი ჩალაბის კოალიციასთან ორჯერ დამარცხების შემდეგ ერეკლემ მესამედ მაინც შეძლო მათზე რევანშის აღება. თუმცა ჰეგემონიისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი როლი
თავრიზის სახანოსთან ომმა ითამაშა. მას შემდეგ, რაც თავრიზის მბრძანებელმა აზად ხანმა ქართულ-კახეთის მფარველობის ქვეშ მყოფი სახანოები დაარბია, ერეკლე თავისი ჯარით ერევანთან გამოჩნდა. კახეთის მეფეს სულ რაღაც 4000 მეომარი ჰყავდა 18000-ის წინააღმდეგ. ბრძოლის წინ კახეთის მონარქმა თავის სარდლებს მერყეობა შეატყო. იცოდეთ, მე აზად ხანთან შეუბნელი არ დავსდგები. დღეს რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილის ჯობს. ესე ყველა მუწყით, რომ სიკვდილის შვილნი ვართ და 2 დღისთვის ჩვენს გვარსა და სახელს ნუ მოვაყივნეთ. საბოლოო შეტაკების წინ ერეკლემ უბრძანა ყველა მეომარს ცხენიდან ჩამოქვეითებულიყო. ყველას თოფი ჰქონდა მომზადებული. მეფის ბრძანებამდე არავის უნდა ესწრონა. როდესაც სასროლ მანძილზე მიუახლოვდნენ, ერეკლემ პირველმა დასცალა თოფი და მათი მხედართი მთავარი ცხენიდან ჩამოაყო. ქართველები შეტევაზე გადავიდნენ. გაარღვიეს ცენტრი, რასაც ავღანელების და ყიზილბაშების ჯარის უწესრიგოდ უკან დახევა და ბოლოს სრული განადგურება მოხდა. დიდი ზეიმით იდღეს ასწავლეს ქართველებმა ეს გამარჯვება ბრძოლის ველზე, სადაც აზად ხანის კარავში მჯდომ ერეკლეს თვალწინ მთელი ნადავლი გაატარეს და აღრიცხეს. ეს ერეკლეს ისტორია, რომელმაც აზად ხანთან ბრძოლაში გამარჯვება მოუტანა ქართველებს. მეფემ ერევანში ზოგიერთი ადმინისტრაციული ცვლილება მოახდინა. ციხეში თავისი ჯარი ჩააყენა და თბილისში წავიდა. თბილისში შესულ მეფეს შედლუხით, ჩირაღნებითა და ლამპრებით შეხვდნენ. ქართულ-კახეთის სამეფომ მოხერხებული პოლიტიკისა და ენერგიული სამხედრო მოქმედებების წყალობით ამიერკავკასიაში სრული ჰეგემონია მოიპოვა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრებზე კარგახანს მშვიდობა ჩამოვარდა. თუმცა ლეკების ალაგმობა უფრო გაჭირდა. მარტო 1755 წელს ლეკების წვრილი თავდასხმების გარდა 3 დიდი შემოსევის მოგიერება მოუხდათ ქართველებს. 1762 წელს თეიმურაზ მეფე გარდაიცვალა და 42 წლის ერეკლე ქართულ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მონარქი ხდება. ერეკლე მეორეს ბრწყინვალედ ესმოდა, რომ ქვეყნის განვითარება საბოლოოდ ეკონომიკურ რეფორმებსა და განათლებაზე იყო დამოკიდებული. თბილისში მისი თავოსნობით აღადგინეს სტამბა. 2 წლის განმავლობაში აქ 7000-ზე მეტი წიგნი დაბეჭდეს. დაიწყო გაზეთის მსგავსი საცნობარო ხასიათის მასალების ბეჭდვა, რითაც ნიადაგი მზადდებოდა ქართული გაზეთის დაარსებისათვის. თბილისში დაარსდა ფილოსოფიური სემინარია. ცოტა მოგვიანებით კი ასეთივე სასწავლებელი თელავში გაიხსნა. ამავე დროს დაარსდა პირველი ქართული თეატრი. სამეფო კარი ცდილობდა ქვეყანა ევროპულ ყაიდაზე გადაეწყო. ამისათვის იწვევდნენ უცხოელ სპეციალისტებს, მასწავლებლებს. ერეკლემ შეღავათები დაუწესა ვაჭართა ფენას. ცდილობდა შეექმნა ქალაქის ბურჟუაზიული კლასი. მოაწესრიგა ხელოსანთა და გლეხთა სამართლებრივი მდგომარეობა. თურქეთიდან ჩამოასახლა 800 ბერძენი ოჯახი, რომლებიც მადნის მოპოვების სპეციალისტები იყვნენ. მათი დახმარებით ახტალისა და ალავერდის ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის საბადოებიდან მადანის ამოღება დაიწყო. იმისათვის, რომ ქართველებსაც შეესწავლათ ეს დარგი, მეფემ სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა. დრისგან ჩვენი ქვეყნის მორჩენა ამას შეუძლია, წერდა ერეკლე. რეფორმების წყალობით ქვეყნის შემოსავლები 4-ჯერ გაიზარდა. შეიქმნა პოლიცია და სასამართლო სისტემა, რომელიც მთელი ტერიტორიის ადმინისტრირებას ახდენდა. თბილისში მოქმედებდა ზარაფხანა, სადაც ფული იჭრებოდა.
მარილის საწმენდის საამქრო და რაც მთავარია, აქ, კავკასიაში, ერთადერთი ზდარბაზნების დამამზადებელი ქარხანა აშენდა. ერეკლემ ქართლ-კახეთში ტოტალური თავდაცვის სისტემა აწყო. აშენდა 160 ციხესიმაგრე. მარტო თბილისს 35 ზარბაზანი იცავდა. ქვემეხები იდგა სიღნაღში, გორსა და თელავში, რის გამოც ქალაქები აუღებელი დასახლებები ხდებოდა. და ბოლოს შექმნა მურიგე ჯარი, იგივე რეგულარული არმია, რომლის რაოდენობა დაახლოებით 5000 სახლწელია. ჯარში შედიოდა საარტილერიო შენაერთი და მეფის პირადი გვარდიაც. მოსახლეობამ ამოისუნთქა. სოფლები ძალპოდებად იქცა. მეღვინეობა, მეხილეობა და მეაბრეშუმეობა კვლავ აყვავდა. თბილისი კავკასიის ცენტრად იქცა. ქალაქს ძლიერი გალავანი იცავდა, რომელშიც 6 კარიბჭე იყო დატანებული. მტკვრისპირას ანჩის ხატის ეკლესიასთან სამეფოუბანი იყო გაშენებული. სამეფო სასახლის ირგვლივ კათალიკოსისა და დიდებულების მდიდრული სახლები იდგა. დანარჩენ უბნებში ძირითადად ერთსართულიანი შენობები სჭარბობდა ბრტყელი გადახურვით. სახლები აგურისა და ფილაქნისაგან იყო ნაგები. ტერასული დასახლების მოედნებზე ბაზრები იყო განთავსებული დუქნებითა და სახელოსნოებით. გოგირდის აბანოები კი თბილისის სავიზიტო ბარათი იყო. ქალაქის მაცხოვრებელთა რიცხვი 20,000 ადამიანს შეადგენდა. აქ ქართველების გარდა თავისუფლები ჰქონდათ სომხებსა და მაჰმადიანებს. მიუხედავად ერეკლეს ასეთი ენერგიული ქმედებებისა, ქვეყანას განვითარებისათვის არ ყოფნიდა ორი რამ: ფული და ადამიანური რესურსი. ამასთანავე ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგად ხედავდნენ, რომ ადრე თუ გვიან ოსმალეთი ან ირანი ისევ შეეცდებოდნენ ქვეყნის დაპყრობას. ამიტომ საიმედო მოკავშირე როგორც ჰაერი ისე სჭირდებოდა საქართველოს. და აი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში რეგიონში გლობალური პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ირანისა და ოსმალეთის გარდა აქ კიდევ ერთი დიდი მოთამაშე რუსეთი გამოჩნდა. რუსეთის იმპერია, რომელიც თავს ბიზანტიის იდეოლოგიურ მემკვიდრედ და აღმოსავლეთში ქრისტიანობის დამცველად თვლიდა, შავ ზღვაზე გასასვლელისათვის იბრძოდა. აქ შეეჯახა ოსმალეთისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს სად არის ეს თბილისი? შეძახა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ, როდესაც პეტერბურგში ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას განიხილავდნენ. მართლაც ზოგრუგაზე თბილისი შავი ზღვის სანაპიროზე იყო აღნიშნული. ზოგზე კასპიის ზღვაზე და ზოგზეც ამ ორ ზღვას შუა. და აი ერეკლეს რუსეთის დელეგაცია ესტუმრა და ოსმალეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში ჩართვას თხოვა. ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს უკვე 300 წელი მარტო უმკლავდებოდა მაჰმადიანურ შემოტევას და ერთმორწმუნე ქრისტიანული მოკავშირის გამოჩენა ოცნების ასრულებას ჰგავდა. ერეკლე მეორე და იმერეთის მეფე სოლომონი კოალიციაში გაერთიანდნენ. თუმცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თავიდანვე პრობლემებით დაიწყო. 1770 წელს რუსებმა ერეკლე თურქებისა და ლეკების წინ აწყურთან მიატოვეს და უკან დაბრუნდნენ. ჯარის სარდალმა გრაფმა ტოტლებელმა ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდებაც კი განიზრახა. ცოტა ხანში რუსეთის ჯარი საქართველოდან მთლიანად გავიდა და ერეკლე და სოლომონი თურქებთან ომში მარტო დატოვეს. ასე დასრულდა პირველი მოკავშირეობა რუსეთთან. 1791 წელს ავსტრიის იმპერატორ იოსებ მეორესადმი გაგზავნილ წერილში ერეკლე მეორე კრედიტის მიღებას ცდილობდა, რათა ქვეყანა ეკონომიკურად უფრო გაემართა წელში და არმიას უფრო ბრძოლის უნარიანი და მრავალრიცხოვანი შეექმნა. სამაგიეროდ საქართველო ოსმალების წინააღმდეგ კოალიციაში გაერთიანების პირობას იძლეოდა. ავსტრიასთან თანამშრომლობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. 1783 წელს დაედო სამოკავშირეო ტრაქტატი რუსეთთან, თუმცა რუსეთის მხრიდან იგი უამრავჯერ დაირღვა.
1790 წელს იმერეთმა და ქართლ-კახეთის სამეფომ ურთიერთდახმარების ტრაქტატი დადეს. ტრაქტატს შეუერთდნენ სამეგრელო და გურიას. ეს დოკუმენტი ფეოდალური საქართველოს გაერთიანების უკანასკნელი მცდელობა იყო. მე-18 საუკუნის 90-იანი წლები. აღმოსავლეთში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება. ირანში სისხლიანი გადატრიალებების შემდეგ დაღწიადის საჭურისი აღა მაჰმად ხანი. მას ერეკლე მეორესთან პირადი ანგარიშიც აქვს გასასწორებელი. ბავშვობაში მისი ოჯახი ერეკლეს ტყვე იყო. დაღწე ასვლისთანავე მან ქართლ-კახეთში ელჩები გამოგზავნა და სრული მორჩილება მოითხოვა. ირანელი დიპლომატები თბილისიდან უპასუხოდ გაისტუმრეს. ერეკლე არაპირებდა ქვეყნის დამოუკიდებლობა ისევ ირანის ვასალობაზე გაეცვალა. მეფე ირანში მიმდინარე მოვლენებს დიდი სიფრთხილით აკვირდებოდა. ქართველებმა 1792, 94 და 95 წლებში სამჯერ სთხოვეს რუსებს ტრაქტატის შესრულება და დახმარება. თუმცა უშედეგოდ. 1795 წლის ივნისის ბოლოს აღა მაჰმად ხანმა მდინარე არაქსი გადმოლახა და ერევანსა და ყარაბაღის ქალაქ შუშას ალყა შემოარტყა. მტერს ერევანი რომ არა იყო, ერეკლემ 5000 კაციანი ჯარი შეკრიბა და სამხრეთისაკენ დაიძრა. მასთან შვილიშვილი იმერეთის მეფე სოლომონ მეორე ახლდა 2000 მებრძოლით. და აი აქ ერეკლესათვის ყველაზე მოულოდნელი რამ მოხდა. აღა მაჰმად ხანმა ერევანსა და შუშას ალყა მოულოდნელად მოხსნა და 35000 ცხენოსანით თბილისზე წამოვიდა. ქართველი მეფეები ყაზახამდე იყვნენ მისულები, როდესაც სპარსელების სწრაფი გადაადგილების ამბავი შეიტყვეს. უკან დახეულმა ქართულმა ჯარმა დედაქალაქს 6 სექტემბერს მიაღწია, ხოლო აღა მაჰმად ხანის ავანგარდი უკვე 8-ში თბილისთან გამოჩნდა. ერეკლე ფაქტობრივად ომისათვის მომზადებელი აღმოჩნდა. 5000 35000-ის წინააღმდეგ. თუმცა 75 წლის მოხუცი მეფე დამარცხებას არ აპირებდა. ქართველებმა პოზიციები შინდისთან, დაბახმელასა და სოღანლუღთან დაიკავეს. მარჯვენა ფლანგზე განლაგდა არტილერია. ამ ფრთას ერეკლეს შვილიშვილი დავით ბატონიშვილი სარდლობდა. სოღანლუღის საქარავნე გზა ვიწრო და კლოვანი იყო. ამიტომ მისი დაცვა მცირერიცხოვანი მეომრებით კარგად შეიძლებოდა. მისი გამაგრება იოანე ბატონიშვილს ანდო მეფემ. საერთო ომის სარდალი, რა თქმა უნდა, ერეკლე იყო. ის სარეზერვო ნაწილებთან თაბორის ქედზე დადგა. მეფესთან ასევე იყო მისი უერთგულესი მაჰმადიანების 200 კაციანი რაზმი. 9 სექტემბერს სპარსელებმა სოღანლუღის მხრიდან სცადეს ქალაქში შეჭრა. ქართველებმა ჯერ ახლოს მიუშვეს მტერი, მერე კი ზარბაზნის და თოფების ცეცხლი დაუშინეს. ბოლოს კი ხმალ აჩეხეს. სამარცხვინო გაქცევის მიზეზად სპარსელებმა ქართველთა ჯარის სიმრავლე დაასახელეს და თქვეს, რომ სოღანლუღის მხრიდან თბილისში შესვლა შეუძლებელი იყო. სექტემბერს აღა მაჰმად ხანმა თბილისზე თავდასხმა მარჯვენა ფლანგინა გადაწყვიტა. აქედან პირდაპირ ქრწანის სისხლზე შეიძლებოდა დაშვება და მერე სეიდაბადის გავლით აბონო თურმას მიადგებოდნენ. ბრძოლა გამთენისას დაიწყო. შუადღისას სპარსელებმა შეძლეს და წინ წაიწიეს. აზად ხანის დამარცხებელი ბაირაღი აქ მოიტა, შეძახა მეფემ და თავის მეომრებს მიმართა, უკან მიხოლოდნენ. ბაირაღზე ერთ მხარეს წმინდა გიორგი იყო გამოსახული, რომელსაც ვეშაპი გაეგმირა შუბით. მეორეზე კი ღვთისმშობელი თავისი ძით. და აი ამ ბაირაღით შევარდა ერეკლე შუა ბრძოლაში. მას იმერეთის მეფე სოლომონის მიჰყვა. სულ ცოტა ხანში მარჯვენა ფრთაზე წონასწორობა აღსდგა.
დღის ბოლოს კი ქართველებმა პირვანდელი პოზიციები დაიკავეს. იმ ღამეს აღა მაჰმად ხანმა თბილისზე ორმხრივი შეტევის გადაწყვეტილება მიიღო. შაჰმა თავის ჯარს უკან 6000-მდე თურქმენი დაუყენა და უბრძანა გამოქცეულები დაეხოცათ. ის თავად ჩაუდგა სათავეში იმ კორპუსს, რომელიც სოღანლუღის მხრიდან უნდა წამოსულიყო თბილისისაკენ. ბრძოლა დილის 7 საათიდან დაიწყო. სპარსელთა ჯარი რაოდენობით 6-ჯერ აღემატებოდა ქართველებს. აღა მაჰმად ხანმა შეტევა დაიწყო, თუმცა ქართველების თოფების ცეცხლის ქვეშ მოყვა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ამ ფლანგმა წინ ვერ წაიწია. ირანის შაჰი ხედავდა, რომ მისი სარდლობით დაწყებული შეტევა იშლებოდა. უკან დახევა კი დამარცხებას ნიშნავდა. მან მოულოდნელად თავისი თურქმენული ცხენი ტყვისაკენ შეაბრუნა და მებრძოლებს შეძახა. ვისაც შაჰი უყვარს და ვაშკაცია მომყევით, თუ მტკვარმა წამიღო, ჩემი გვამი წყლიდან გამოიტანეთ და მიწაში დამფალით. ცხენს მათრახი გადაუჭირა და მტკვარში შეაგდო. მას 3000 სპარსელი ცხენოსანი მიჰყვა. 300-მდე მტკვარში დაიხრჩო. შაჰმა მარჯვენა ნაპირზე დარჩენილ თავის მხედართ მთავარს ანიშნა, რომ მთელი ძალით გადასულიყო შეტევაზე. თავადაც ზემოთ თბილისისაკენ აუყო მდინარის მარცხენა ნაპირს. ტერეთის ქედის ფერდობებზე შეფენილი ქართველები ალყაში ექცეოდნენ, ამიტომ უკან დაიხიეს. ძნელად გასავლელი გზა გათავისუფლდა. ბრძოლა კრწანისის ველზე იწყებოდა. აქ წყდებოდა თბილისის ბედი. და აი 75 წლის მეფე ისევ პირადად ერთვება ხელჩართულ ბრძოლაში. ის მთის ფერდობიდან დაეშვა და სპარსელთა იმ ნაწილებს შეუტია, სადაც თავად აღა მაჰმად ხანი იმყოფებოდა. ეს იყო ქართველების უკანასკნელი და ყველაზე თავზე ხელახებული იერიში. ამ შერკინებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა. აღა მაჰმად ხანი ბრძოლაში უნდა მოეყვათ. მხოლოდ ასე თუ გაიმარჯვებდნენ მცირე რიცხოვანი ქართველები. ბრძოლა აწყდებოდა. ქართველების ხმას სპარსელთა საუკეთესო მეომრების სისხლის დიოდა. ქალაქის დამცველებს თბილისის მოქალაქეთა რაზმი შეუერთდა, მათ შორის სამეფო თეატრის დასი. ისინი დაედის ცემითა და სიმღერით შევიდნენ ბრძოლაში. აქ იბრძოდა 300 არაგველი. 7 ხევსურმა შაჰის დროშებამდე მიაღწია, მაგრამ აღა მაჰმად ხანი ვერ მოიხელთეს. იმ დღეს საუკეთესო ქართველები იბრძოდნენ ერეკლეს გვერდით. კრწანისის ველზე ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, როდესაც მტერმა მარჯვენა ფლანგის გარღვევა შეძლო. რეზერვში მდგარ იმერლებს ერეკლემ შიკრიკი გაუგზავნა და მარჯვენა ფრთის დაცვა უბრძანა. მაგრამ შიკრიკს სპარსელები წამოეწივნენ და ხმლით აჩახეს. სულ დღეში ჩაცვიდნენ ქართველი მეზარბაზნეები, რომლებსაც სწორედ ამ ფლანგზე თაბორის ქედის ტერასებზე განელაგებინათ ქვემეხები. ისინი დამცველი ჯარის გარეშე დარჩნენ. თუმცა ტყვედ დანებებას ყველამ სიკვდილი არჩია. მათ დაიჩუქეს, სამი თითით მიწა აიღეს და ღვთის ხსენებით შეჭამეს. შემდეგ საბოლოოდ დაცალეს ზარბაზნები. მერე ხმლები იშიშვლეს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს სპარსელებს. ყველა არტილერისტი საკუთარ ზარბაზანთან გმირულად დაეცა. მარჯვენა ფლანგიდან სპარსელთა ახალ-ახალი რაზმები მოიწევდა და მცირე რიცხოვან ქართველებს ალყაში აქცევდა. ერეკლეს უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. 13,000 სპარსელი დაეცა თბილისის მიდამოებში, მაგრამ ქართველებიც სისხლისაგან დაიცვალნენ. მეფის რაზმები თითქმის განადგურდა. არაგველთაგან არც ერთი აღარ გადარჩა ცოცხალი. თბილისის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
თითქმის ძალით აიძულეს ერეკლე უკან დაეხია ქალაქში შემოსასვლელი გალავნის კარისაკენ. 300-მდე დასისხლინებული მებრძოლი ვიღა შემორჩა მეფეს. როდესაც მეფემ აბანოს კარი თბილისში შემომავალი მტრის საზმები დაინახა, ცხენს აღვილი მოხაჩა. სისხლიანი ხმალი ქარქაშიდან ამოაძრო. ხმალა მოღებულმა ცხენს დეზიქრა და თბილისისაკენ დააპირა გაჩენება. შვილმა და შვილიშვილებმა ცხენის აღვირს უტაცეს ხელი. როგორც იქნა, ძალით შეაბრუნეს ერეკლეს დაიჭი. ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო საყვარლებო და ჩემო სასურველებო. მე თქვენთვის უნდა მომკვდარიყავი და თქვენ ჩემთვის იხოცებო. აბა რაღაც მეფე რით დაგიბა. დამოხუც მეფეს თვალებიდან წევნები გადმოსცვიდა. გამარჯვებული აღა მაჰმად ხანი თბილისის გოგირდის აბანოებს ესტუმრა. საჭურის ირანში უთხრეს, რომ გოგირდი მას მამაკაცურ ღირსებას აღუდგენდა. აბანოდან გამოსულმა იმედგაცრუებულმა შაჰმა ქალაქის სრული განადგურება ბრძანა. ნადგურდებოდა თბილისი, იგრევოდა ლამაზი შენობები, გაიძარცვა ქართული და სომხური ეკლესიები, დაანგრიეს კათოლიკური ეკლესია, შიიტების მეჩეთიც არ დაინდეს და იქ შეფარებულები დახოცეს. დაინგრა მეფის სამსართულიანი ლამაზი სასახლე, განადგურდა თოფხანა, სტამბა, ზარაფხანა, გოგირდის აბანოები, დაწვეს წიგნსაცავები, დაინგრა ხიდები, მთელ ქალაქში დაზრწოდნენ ყაჩაღთა ბრბოები. ქართული და სომეხი მღვდლები შეიპყრეს და ხელთუხშეკრულნი მეტეხის ყლდიდან ტყვაში გადაყვანეს. თუმცა ერეკლე ამ მარცხმა მაინც ვერ გატეხა. ანანურში თავშეფარებულმა მეფემ ახალი ძალების მობილიზება დაიწყო. 4000 სპარსელი გაანადგურა ჟინვალთან არაგველებისა და თათრების გაერთიანებულმა რაზმმა. აღა მაჰმად ხანი 20 სექტემბერს ისე აიღარა და სპარსეთში ისე წავიდა, ერეკლე ვერ მოიხელთა და ვერც ქართლ-კახეთის მორჩილებას ეღირსა. ქრწანისის ტრაგედიის შემდეგ მეფის ოჯახი საცხოვრებლად თელავში გადავიდა და დედაქალაქის აღდგენა ენერგიულად დაიწყეს. 1796 წელს ერეკლემ პირადად ილაშქრა განჯის სახანოზე. გაათავისუფლა თბილისიდან წაყვანილი 1000 ტყვე და ისევ დახარკა სახანო. 1796 წელსვე რუსეთმა ირანს ომი გამოუცხადა. პეტერბურგის ინტერესები კასპიის რეგიონში სავაჭრო კვანძების ხელში ჩაგდება იყო. რუსები ერეკლეს ეუბნებოდნენ, რომ მათი მიზანი ამიერკავკასიაში ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო შექმნა იყო. თუმცა 1796 წლის ბოლოს ეკატერინე მეორე გარდაიცვალა და ქვეყანამ სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა. აღა მაჰმად ხანმა ჩათვალა, რომ ახლა ისევ მისი დრო დადგა. მოდი და მოწყალება ითხოვე, ეწერა ერეკლესადმი შუშის ციხიდან გამოგზავნილ წერილში. რუსებმა ქართველი მოკავშირე ისევ მიატოვეს. როდესაც მათი უკანასკნელი ბატალიონები საქართველოს ტოვებდნენ, აღა მაჰმად ხანი თბილისისაკენ მოიწევდა. მაგრამ სპარსელებს თბილისის კარიბჭესთან მოსვლა აღარ ეწერათ. 1797 წლის 4 ივნისს მძინარე შახს მისივე ხანჯლით მოაჭრეს თავი და გადასცეს მისივე სარდლებმა. თუმცა ქართველ მეფესაც აღარ ეწერა დიდი ხნის სიცოცხლე. იმავე წელს ომარ ხანი მიადგა ყვარლის ციხეს, მაგრამ მეფე ბრძოლის ველზე ვეღარ გავიდა. ავადმყოფთან მისულმა უცხოელმა ექიმმა ერეკლეს ქათმის ბულიონის მიღება ურჩია.
რას ამბობთ ექიმ? ამ მარხვაში მე რომ ხორცი შევჭამო, ხალხისთვის ეს რა მაგალითი იქნება? გარდაიცვალა თელავში. იმავე სასახლეში და იმავე ოთახში, რომელშიც დაიბადა 78 წლის წინ. დღიანი გლოვის შემდეგ ერეკლეს ცხედარი სვეტი ცხოვლის ტაძარში მიასვენეს. ქართლში შავი ჭირი მძინვარებდა. მომაკვდავერს მხოლოდ ბერები ღაულიდნენ. სვეტი ცხოვლის ეზო და ეკლესია დაავადებულებით იყო სავსე. ავადმყოფობის შიშით მეფის ცხედარიც რამდენიმე ადამიანმა შეიტანა ტაძარში. მათ შორის იყო სამეფო კარის მოწყვლადი. უკანასკნელ გზაზე მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გააცილა საქართველოს უკანასკნელი დიდი მონარქი. ერეკლეს სიკვდილით ფეოდალური საქართველოს დიდი ეპოქა დასრულდა. ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს 2 საუკუნე გვაშორებს, ერეკლე მეორე ახლაც ყველა ქართველისათვის ზნეობისა და ვაჟკაცობის ეტალონად და ქვეყნის უანგაროდ მოყვარულ გმირად რჩება.